აი მარტივად მინდა უფროსი თაობის ადამიანები გამიგებენ, ახალგაზრდები შეიძლება ვერც მიხვდნენ რა საზიზღრობასთან ქონდა საქმე, როდესაც ყველა ტაძარში რომელიც მოქმედი იყო, ყოველ დღე ცხოველების შეწირვა ხდებოდა და ჩამოწყავება და სისხლი და უბედურება, არაფერი განსაკუთრებული, არანაირი სტახანოური მეთოდით უწმინდეს არ გაუკეთებია. ნელა დღეს თქვენ ნახავთ არც საქართველოს არც ერთ ეკლესიაში. ეს აღარ არის. აი ასე ამზადებდა საზოგადოებას ეკლესიური ცხოვრებისთვის. აი ასე ნელ-ნელა თვითონ კი უნდოდა სწრაფი ტემპი, მაგრამ რამდენად მიყვებოდა მრევლი. ამასაც აქცევდა ყურადღებას. რომ რამდენად შეძლებდა ამის ათვისებას, ზედმეტი ტვირთი დაადო ვერ აწევს. ამიტომ მუდმივად ცდილობდა რომ ასე ვთქვათ პროგრესისკენ წაეყვანა, მაგრამ ისე რომ არ ყოფილიყო წყვეტა, არ ყოფილიყო საზოგადოებრივი ფენების განკერძოება, ყველას ხდებოდა.